მადლობა. და კიდევ ერთი თემა საყდრისის საქმეზე გადაწყვეტილების მოლოდინში მოსამართლემ ვერდიქტი საკუთარ თავს გამოუტანა და საყდრისში ჩადის. ნანა დარასელია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს არქეოლოგებთან ერთად მოინახულებს და ამის მიზეზი სასამართლოს სხდომები და პროცესზე დაფიქსირებული სხვადასხვა პოზიცია გახდა. საყდრისის დამცველები და მართლმსაჯულება ამის შესახებ მირიან გორგოძე გვერდება პირდაპირ ეთერში. მირიან, გისმენთ? შეიძლება ითქვას, რომ საყდრისი ყაჩაღიანის ტერიტორიაზე მოსამართლე ნანა დარასელია 16 მაისს ჩავადა, რაც მთავარია ის არ იქნება მარტო ობიექტზე დაკვირვებას, ის არქეოლოგებთან ერთად მოახდენს. ამ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური განცხადება უკვე გამოქვეყნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე, სადაც აღნიშნულია, რომ სასამართლომ განიხილა მოსარჩელე კახა კოჟორიძისა და გიორგი გოგოჭურის შუამდგომლობა 2014 წლის 12 დეკემბრის დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ. თავის მხრივ ამ დადგენილებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და სამინისტროს მიერ საყდრისი ყაჩაღიანს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი გააუქმდა და ტერიტორიაზე ფართო მასშტაბიანი სამუშაოების ჩატარება დაიწყო. მოსამართლეების პოზიციას აღსანიშნავია, რომ სასამართლოში იცავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი სულხან სალაძე. ეგ იქნება ეს გადაწყვეტილების მიღებამდე ნებისმიერ შემთხვევაში ის გარემოება, რომ სასამართლომ ჩათვალა, რომ ადგილზე დათვალიერება არის აუცილებელი. ის გარემოება, რომ აპელაციამ ხელახლა განხილვა დაავალა საქალაქო სასამართლოს, მიუთითებს იმაზე, რომ ჯერ კიდევ იანვრის თვეში, როდესაც სარჩელი იქნა წარდგენილი, თებერვალში, როცა იყო უკვე განჩინება მიღებული პირველი, არსებობდა საფუძველი, რომ შეჩერებული იყო გასაჩივრებული აქტების მოქმედება. თუკი სასამართლო მივა ამ დასკვნამდე საბოლოოდ დააკმაყოფილებს სარჩელს საბოლოო განხილვის შემდეგ და ობიექტი აღარ იარსებებს, უკვე ასეთ შემთხვევაში ცხადია, ძალიან რთული იქნება საუბარი თუ რასთან ჰქონდა საქმე და ამას აუცილებლად უნდა მოყვეს უკვე შემდგომში კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი. ბუნებრივია, დღეს ჩვენ შევხვდით ასევე საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებს, რომელთა განცხადებით მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება მართლაც უპრეცედენტოა. ისინი ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ გადაწყვეტილებას, რომ საბადოზე მოსამართლე დაკვირვებას სპეციალისტების თანხლებით მოახდენს. ასევე ისინი იმედოვნებენ, რომ მოსამართლე საკუთარი თვალით ნახავს და დარწმუნდება იმას, რომ ყაჩაღიანის ტერიტორიაზე სამუშაოების შეჩერება აუცილებელია. ისეთი საყდრისთან დაკავშირებით პროცესები, რომელიც მიმდინარეობდა არაერთი ინსტანციის სასამართლოში, აღმოჩნდა უპრეცედენტო ამ შემთხვევაშიც კი, როცა მოსამართლე თავად მიდის დანაშაულის ადგილზე. იქედან გამომდინარე, რომ ვერ მოხდა სასამართლოში გამორკვევა იმისა, რომ ნამდვილად არის თუ არა საყდრიში დარჩენილი ის კულტურული ფენები, რომელზეც ამდენი ხანია საუბარი. ის გადაწყვეტილებებით, რომელიც მანამდეც იყო მიღებული სასამართლოს მიერ, იქ არ უნდა მომხდარიყო ფართომასშტაბიანი სამუშაოები და ეს გადაწყვეტილება ფაქტობრივად არ შეასრულა სახელმწიფომ. მე მინდა გითხრათ, რომ საყდრისის დაცვის კომიტეტი აუცილებლად შაბათს ჩავა საყდრისში და ჩვენ ვეცდებით ადგილზე მივიღოთ ამომწურავი ინფორმაცია იქაური პროცესების შესახებ, თუმცა მინდა გითხრათ, როგორიც არ უნდა იყოს მოსამართლის გადაწყვეტილება შემდგომ საყდრისის დაცვის კომიტეტი ბოლომდე იბრძოლებს, სანამ დამნაშავეები არ იქნებიან დასჯილები. ჩვენ პოზიციის დაფიქსირება ამ საკითხზე ვთხოვეთ ბუნებრივია კომპანია RMG Gold-ის წარმომადგენლებს, თუმცა მათ ჯერჯერობით კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. შეგახსენებთ, რომ საყდრისის ტერიტორიაზე მოსამართლე არქეოლოგებთან და სპეციალისტებთან ერთად შაბათს 16 მაისს ჩავა. მადლობა, ეს მირიან გორგოძე იყო მოსამართლის გადაწყვეტილების შესახებ თავად